რთული დრო დაგვიდგა საქართველოში აუტისტებს. კორძს თავს დაესხნენ და მისდევდნენ და თან აგინებდნენ. ანუ სირბილისას აგინებდნენ თუ გინებისას მისდევდნენ, ეს გასარკვევია, მაგრამ თავარი აქ რა არის? წინა ვიდეოს დამიკომენტარა ერთმა ადამიანმა, რომ აუტისტებსო ესეო როგორ მოიხსენიებო, უკაცრავად ამ თქვენით იძახით, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, რა ვიცი, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები, ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ტიპებს რომ ფეხები არ ქონდეს, იმას იძახით, რომ მაგრამ მას ჩვეულებრივად შეუძლია ფეხბურთის თამაში, შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. ჩამოვყალიბდეთ მეგობრებო, უცქირად თუ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, მაშინ ყველაზე თანაბრად შემიძლია გადაობა, ხო? თუ ანუ მე შემიძლია ვიღაცაზე ვიღადაო, ეხლა მაგალითად, რავი მე. გიორგი მამარდაშვილზე რომ რამე ვიღადაო, ანუ ხო არავინ ყურს არ შეიბერტყავთ, რომ ხო, ну კაი, რაღაცას გადაობს, მაგრამ თუ ვიღაცა აუტიზმის მქონე ადამიანზე ვიღადავი, რატომღაც მიწერთ, რომ მიშა ღმერთმა დაგწყეულო, შეწყეულო ნაბოზვარო, რატომ გადაობ ამ ადამიანზე? და მე იმას წერთ, რომ ყველა ადამიანი ჩვეულებრივი და თანასწორია. თუ თანასწორია, მოდი ვიღადავებ ყველაზე თანასწორად, ხო? აუ ყველაზე დიდი ტოლერანტი მე ვარ იმენა. რომ მე მომხრე ვარ იმის, რომ კაცებსაც და ქალებსაც ერთნაირად უურტყათ. არა, ხუმრობა. ეს ხუმრობა იყო, რა თქმა უნდა. არავის არ უნდა ვურტყათ. კორძის გარდა, არა. არც კორძს არ უნდა ვურტყათ და განვიხილოთ ახლა ეს თემა ორივე მხრიდან. ჩვენ გადაცემა, რა თქმა უნდა, ქურდული სამყაროს მომხრეა, ასე რომ მოდი ქურდული სამყაროს მხრიდან განვიხილოთ. ადამიანს დახვდნენ ბებიამისის სახელთან. ანუ ბებიამისთან იმყოფებოდა, ჩამოვიდა სახლიდან და ტიპები დახვდნენ საცემრად. ქურდული სამყაროს მხრიდან ეს არ არის სწორი. მე ვარ ელჩი ქურდულ სამყაროსა და YouTube-ს შორის. არა, არ ვარ. ეხლა ამაზეც დამიწყებენ. ძმა, ჩემი დედა შევეცი, შენ ქურდულზე რა თქვი? არაფერი არ მithქვამს, ცუდი მეგობრებო. აუ, იმენა, აი ყველაზე პრობლემატური პირველი 2 წუთი გავჩიტე, აი რას ვაკეთებთ? კაი, მოკლედ. ხო და რაზე დამწყდა გული, იცი, რომ წინა ვიდეოში ხო ვახსენე კორძი, მივდივარ სახლში, მოკლედ დავაედიტე ეს ვიდეო, დავდე და ვიდეოს დადებიდან 1-2 საათში მიყრის ხალხი ფოტოებს, რომ აი ნახე მიშა კორძიც ცემეს. და აი რაღაცნაირად პასუხისმგებლობის გრძნობა შემექმნა, რომ პასუხისმგებლობის გრძნობა, 3 შვილი მყავს მიტოვებული და კორძზე მაქვს პასუხისმგებლობა აღებული. 3 შვილი გაიზრდება, მაგრამ კორძზე მე პასუხისმგებლობას თავს არ ავარიდებ. არასდროს. კორძი იმიტომ გაექცა ხალხს, რომ full energy ქონდა დალეული. ასე რომ მეგობრებო, თუ დაგდევენ მოსაკლავად, დალიეთ full energy და თავისუფლად გაექცევით, რადგან იმათ არ ექნებათ დალეული, მაგრამ იმათაც რო დალიონ. შეგახსენებთ, რომ ჩვენ გადაცემის სპონსორია Full Energy. Full Energy კარგია, იმიტომ რომ მე გეუბნებით ესე. შეიცავს ვიტამინ C-ს და კოფეინს. ბავშვებისთვის აკრძალულია. ეს უნდა თქვა, იმიტომ რომ მე ვიღაც ბავშვი დალევს, რა ვიცი, 10 ცალს იყიდის, ვა, ეს რა იაფიაო, 1 ლარი ღირსო. მოდი 10 ლარის მომეცდო, დალევს 10-ვეს და მე რა ვიცი, კორძი გახდება, ერთი ქრომოსომა მოემატება და ასე შემდეგ. ასე რომ ბავშვებმა არ დალიოთ, ზრდასრულებმა დალიეთ. ბერი, ნიკოლოზი, ალაპარაკდა. რა გაცინებს? ნუ ეს ყველასთვის გასაგები სიტყვები არ არის, რა თქმა უნდა. ამ სიტყვებში დევს თავისი მადლი. თავისი სხვა შორის ეს სიტყვები როცა წარმოთქვა, ლიფტს ჩამოუვიდა მირონი. შავი. ლიფტმა გაასხა და მე აღარ მუშაობდა ლიფტი. მე ლიფტი ორი გამოიძახეს, ზეთი ჩაამატა და ამუშავდა ლიფტი, მაგრამ უბრალოდ იმედგაცრუებაზე მინდა საუბარი. აი, მაგალითად 15 წელი მამაოს ეხვეწები, რომ მამაო, დედა მიკვდება, მამაო, შვილი მიკვდება.
მამაო, ძალიან გვიჭირს გთხოვთ, დღეში 10 ლარზე ვმუშაობ, ის 10 ლარის თქვენთან მომაქვს. გეხვეწებით, რაღაცაში დამეხმარეთ, მიშველეთ. 15 წელი ესე გრძელდება. აი, ყოველ დღე შენი თითოეული თეთრი მოგაქვს ამ ადამიანთან. ნუ ადამიანთან არა, ღმერთთან, ხო, იმიტომ რადგან გჯერა რომ ღმერთია. რა თქმა უნდა, ეხლა თუ გჯერა რომ ღმერთია, ყველაფერი უნდა მოუტანო, მაგრამ ნუ გჯერა. მოგაქვს 10 წელი, 15 წელი, აი მამაო ხმას არ გცემს, ეუბნები რომ მამა უგთხო, აი შვილი დამილოცე, დაიბადა ესე დაავადებით. აი ექიმები 3 დღეს აძლევენ ის ხელს გისვამს რომ ნუ ხმას არ იღებს, მაგრამ გჯერა რომ აი ხმას იმიტომ არ იღებს, რომ შენ თელ ტკივილს თავის ზურგზე ატარებს და აი ხმას ვერ იღებს, მოკლედ ანუ იმდენად ტკივნეული და მძიმე თემაა, რომ აი ყველაფერში გამშვიდებს, გაწყნარებს, ოღონდ უსიტყვოთ, აი გრძნობ ამ ყველაფერს. ამ ყველაფერს გრძნობ, როდესაც მამაო პომიდროებს ისვრის ქუჩაში. So mama Nikolosმა უცებ რაღაც გადმოვიდო ზემოდან. და აივლინდა რომ გადმოვარდეს წითელი, იმ წუთში მივხვდი რომ ეს ჩემთვის იყო რაღაცა, რომ აი ჩვენი სიკეთისთვის. მივედი და ნახეთ პომიდორი იყო. და ეს პომიდორი ცოტა გაიჭყინდა, რა თქმა უნდა, შეილახა. შენ მიდიხარ იმ პომიდორს ფხეკ, ამ ასფალტიდან ჭამ. შვილი გიჩნდება შემდეგ, როდესაც ამდენი ხანი არ გიჩნდებოდა. მოკლედ ამ მადლს, სიხარულს გრძნობ და გგონია, რომ როდესაც პირველ სიტყვას იტყვის, ის იტყვის, რომ ყველა ჩემ მიმდევარს 60-ში შეგხვდებითო. მაგრამ არა, ამის მაგერად იძახის, რომ წადი წაეთრიე აქედან. რატოდ გახარ მერვე კიბეზე, მე-9 კიბეზე რატო არ გახარ? ხო ხედავ, მანდ ახალი გალაკულია ეს კიბე. ლიფტის ფულს რატო არ იხდით? დავიღალე გუშინ ნიკორაში ვიყავი ჩასული და 4 კილო კარტოფილი ბეხით ამოვიტანე. ვაიმე. 15 წლის მანძილზე ადამიანმა პირველად თქვა სიტყვები და პირველი სიტყვები ეგ იყო. რომ რატოდ გახარ მანდ? წადი აქედან. ეშმაკი განაძევა მან. ბერი ნიკოლოზია თუ ხარება. მართლა ვერ გავიგე იმენა. 15 წელი ხმა არ ამოუღიაო და ამ დროს მოდი და შენ მანდედან ნახვი დავაი აქედან. არ მოგეთყნას შენს აქციელი, შენ აბუზო თუ მოგიტყა. კარგი, ნუ მოკლედ გადავიდეთ ამ თემიდან. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ატმის შეღებვის ფაქტის ამსახველ ვიდეო მასალასთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს. ნუ მოკლედ ვიღაც ტიპმა ატმები შეღება რა. აქ მინდა ხმას მოусმინოთ. ჯიგარი კაცები არიან რა. ლოგია. ხეზე ვერ ასრებს დამწიფებას, ბაზარს რაოდენობა სჭირდება, რაოდენობა და კაცმა ყვახე დაკრიფა. და როგორ ამწიფებს? როგორ ამწიფებს? ნახე, როგორ ამწიფებს, ბიჭო. როგორ და ამწიფა, როგორ. ქალაქელებ მეტი არ უნდა. ეს გავიგე. ქალაქელები მეტი არ უნდა. მაგათი პირი მოვტყან მე. ქალაქელები ყველა მაგრად ცხოვრობს. ჯიპები დადიან ქალაქელებიო, ესაო. ქალაქელები მეტი რა თუნდათ? არ უნდა. აბა გაიხედე. აბა გაიხედე, როგორ ამწიფებს, ნახე, ჯო, როგორ ამწიფებს. ხედარი დამწიფდა. დამწიფდა. რას მოესარი? ჩემი კაი მოვტყან, დამწიფდა, ბიჭო. ესეც ბერი ნიკოლოზის დამსახურება ხო არ არის, იმან ხო არ დამწიფა. დამწიფდა ატმები. სიცოცხლე მოუსწრაფა იმენა ატმებს. ნუ მოკლედ ამ ფაქტზე რა ვფიქრობთ? ჩვენი გადაცემის ოფიციალური სახელით ვაცხადებ, რომ ჩვენ ამის მომხრე ვართ. ჩვენ მოგწონს ეს აქციელი. ჩვენ ერთადერთი ის არ მოგწონს, რომ ქალაქელები ვითვლებით ყლეებად. მხოლოდ ეგ არ მოგწონს. თორემ ეგ რო არ ეთქვა, მე 100% ხარს დავუჭერდი.
ხო ამ კაცმა რა ქნას ეხა აკალდებოდა რაოდენობა აკლიაო და ეხა არ მოუტყანო კეთილებიო ქალაქელებსაო ქალაქელები მეტი არ უნდათო ეს სხვა შორის შოთა რუსთაველის ნათქვამია იქიდან მომდინარეობს ეს ყველაფერი შოთა რუსთაველს რო ეწერა ქალაქელებ მეტი არ უნდათ მე იმღერა მერაბ სეფაშულმა ქალაქელები ატამ შაშჭამენ ქალაქელებ წითელი უყვართ ქალაქელები აგერმამჭამენ ეს სიმღერა ხალხურია სხვა შორის ამას მღეროდნენ ვაშლატამეთში friendly fire მიდის რა რომ ეხა კახეთში რო ჩავალ იქ რომ მკითხავენ რომ არ შავეცი ქალაქელებ მეთქი არ შავეცი მეთქი იქ რომ ცხოვრობდი ძმაო ვერ წარმოვიდე რა ყალეები არიან მეთქი მოდი შაუღებოთ ისინი ვაშლატამები თუ ატმები ხო მეც სადაც ჩადიხარ იქ აური ქუდი უნდა დაიხორო ასე რომ მე რო კახეთში ჩავალ მეც ესე ვისაუბრებ ქალაქელებს შაუღებოთ ატმები მაგათი პირი მოუტყა და ასე შემდეგ არა ანუ რას აკეთებს ჩემი გადაცემა ამასთან დაკავშირებით ჩემი აზრით კორძმა უნდა ჩაწეროს ამაზე სიმღერა მერე მიიტანოს და ბერ ნიკოლოს მოასმენინოს რომ ბერმა ნიკოლოზმა აკურთხოს შეუღებავი ატმები ხო კორძი და ნანი ბრეგვაძე უნდა მღეროდნენ შეუღებავ ატმებზე შეუღებავი ატმები დიდი მადლობა პოდკასტ კორნერს რომ დამითმო სტუდია ამ ყველაფრის ჩასაწერად ასე რომ მეგობრებო თქვენს თუ გნებავთ ესე საუკეთესო გადაღებით საუკეთესო განათებით და ასე შემდეგ ვიდეოების ჩაწერა ვლოგები იქნება პოდკასტი იქნება თუ რაც იქნება შეგიძლიათ ქვემოთ მითითებულ ლინკზე გადახვიდეთ და გაეცნოთ ყველალ დეტალს მოკლედ გიორგი ჯობავაზე ნუ ყველა მხო დადო ვიდეოები და მე კომენტარებსაც ვკითხულობ რა და მაინტერესებდა ანუ ხალხი რატო ერჩის ესე იმიტომ რომ მე ვერჩი რის გამო რეიტინგების გამო იასნია თუ რა მკიდია ეხა კიდევ ვიღაც ტიპმა დამიკომენტარა რომ ესეო რო ჭორაობ თუ კაცებიო კარგიო რა მნიშვნელობა აქვსო რატომ არ კიდიათო მოიტყუაო თუ არა ხალხო დედას გეფიცებით ვერ წარმოიდგენთ რამდენად მკიდია უბრალოდ რეიტინგებს ჩალიჯობ რომ მეთქი ნახვები რამე თორე ხა გიორგი ჯობავა როგორ გააგრძელებს ცხოვრებას და რამდენ კაცს დაგაგოიმებ და რამდენ კაცს გადაგაგდებთ ქორწილებზე მაგრად მკიდია მართლა მე ვცდილობ რომ მე ნახვები მქონდეს რასაც გავაგრძელებ და მეკნება ასე რომ მოდი მინდა ამ ვიდეოს კომენტარები წავიკითხო, იმიტომ რომ ეს მომხდა ყველაზე მეტად თვალში, თორე ისე მილიონი მესეჯი შემომივიდა და რამე, მაგრამ მე რა თქმა უნდა არ ვისპეკულიანტებ. რა თქმა უნდა ვისპეკულიანტებთ. ასე რომ ყველა კომენტარს წავიკითხავ და ვინც დამიწერთ რომ მიშაო რა ჭორაობო, რა იყო ბიჭო? ჭორი კანახარო? ამის სუნი გცემთ? არ გცემთ. დღემდე ვერ ვპატიობ ჩემს თავს იმ ათეულობით და ასეულობით ფულს, რაც მე მაშინ ვურიცხე მაგათ და რაც მე მაშინ მეტირებოდა დედამისზე და მოიცა ერთ ამ ვიდეოს უყურეთ. ახალი ამბავი არ არის, აი წლების წინ როცა რაღაც ახალი დაწყებული ქონდათ ეს ინფლუენსერობა, თუ გახსოვთ სასწრაფოთილი მომხმარებლები რო იყო ჯგუფი, იქ იპოსტებოდა გიჟივით, აი პოსტზე რამდენი ხალხი გადააგდო ჯობავა, რაღაც ბავშვის ბანკეტის ფოტოები და ვიდეო მასალა არ გაუგზავნა, ხალხს რაღაცა ჯვრის წერა ქორწილები ჩააშხვა, მოკლედ ეს საშინელება. მერე იყო ის სალის დედა იყო ავად და რაღაც გოგო მხას ფულები არ იცხინა, აქაც გვერდში დამიდექით, ასე შემდეგ და აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო აფინანსებდა 100% ამ ყველაფერს და რავი, ის ფულის ჩვენ რისი მომხრე ვართ? ფული ზედმეტი არასდროს არ არის. ამაში მხარს უჭერთ გიოს და სალის. წაიღე სახლი კიდევ თუ რა გააკეთეს, ოკეი, არის საფინანსო აფინანსებდა 100% ამ ყველაფერს და რავი, ის ფულისა წაიღე სახლი კიდევ თუ რა გააკეთეს, ოკეი, არ არის ჩვენი საქმე, არ ვიცით. საერთოდ ბიჭო, ზოგადად ეს რა ლამაზი გოგოა, ხო? მაგრამ ლესბიანკ
ანუ ჩემი აზრით აი როგორ მოხდა ამის ცხოვრება რომ ვიღაცა ერთმა კაცმა გაამწარა და ამან აი ხა შენ მოგიტყნავა და ლესბიანკა გავხდები ან ვიღაცა ქალმა დააგო იმა არა რა თქმა უნდა ყველას ბედნიერებას უსურვებთ ყველას თითო ადამიანს სამ ღმერთმა გეშველოს უსურვებთ просто ну რავი მართლა ლამაზი გოგოა ყველაფერს თავი დავანებოთ სანამ ეს გოგო ამ ვიდეოს დადებდა რაღაც ტირილის გოდების რო და ლესბიანკა და ამან რომ მოითხოვოს ფული OnlyFans-ია რა და მე უკვე ეს რაც ამბები და დრამები ჩეთხს გიორგი მაშკარად ვერ გაწერეთ კარგად ეს ყველაფერი და მე უკვე ამაზე გაბრაზდით და ხალხს რატო უბრაზდებით და რატო რაღაც მიაწერეთ ის რომ ხალხს ერთმანეთის გატანა არ შეუძლია ქართველებს რა ვიცი ძალიან კარგად შეგვიძლია მაგრამ ამას იძახის ადამიანი რომელიც ევროპაში ცხოვრობს და ну შეყვარებული ყავს ქალი იმიტომ რომ საქართველოში ცხოვრობდნენ ჩაკოლავდნენ ქართველებს ერთმანეთს გატანა შეგვიძლია უბრალოდ რა ვიცი მე წავედი სხვა ქვეყანაში მაქვს ჩემი სიყვარული იმიტომ რომ საქართველოში არ მემიღებენ აი ეს არის ბიჭო ორ პირობა და ის მაგრამ ნუ არა უშავს ეს კარგი გოგოა როცა როგორ აწყობს ისე იგიძახის რა ჭკვიანია ვიღაცები რომ თავისი მოკლე ჭკვით გვაყლებებენ აი ეს არ გვწოს და ამაზე გვაქვს შესაბამისი რეაქცია თუ დანარჩენი ამათი აფერისტოები კიდე თუ რამე გახსნებათ შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში ესეც ნახე რა იმენა მანიპულატორშა თუ კიდე რამე გახსენდება დაწერეთ კომენტარებში რომ გავამწვავოთ სიტუაცია კაი მოდი გადავიდეთ კომენტარებზე დღემდე ვერ ვპატიობ ჩემს თავს იმ ათეულობით და ასეულობით ფულს ასეულობით ფული ბევრები ფულები ჩამირიცხეთ სხვა შორის ბევრები ფულები მე მჭირდება ხალხო ასეულობით ფულები მე მჭირდება ასე რომ 0-1-0-2-70-85-625 შეგიძლიათ აქ ჩამირიცხოთ TBC-ც მაქვს საქართველოც მაქვს თუ მე ფინკაზე და იმაზე სახიდ ბანკზე ჩამირიცხოთ მანდაც მეულ გავაკეთებ და აღწერა შეგიძლიათ მიუწეროთ რა ვიცი რაღაც თემები და იმ თემებზე ვისაუბრებ ან მადლობას გადაგიხდით ანუ მოკლედ როგორც ირკვევა ნუ ეს რა თქმა უნდა სპეკულირება მაგრამ ანუ დედა ჩემი არისო ცუდადო და ფული მჭირდებაო შემიგროვეთო და აღმოჩნდა რომ მთავრობა უფინანსებდა დედამის ოპერაციებს ხო ხო ნუ ეგრე აღმოჩნდა და ამ შეგროვილი ფულით სახლი ააშენეს შემდეგი კომენტარი მე ერთი რამ მაინტერესებს მხოლოდ წერტილები პოეტი წერს ვიღაცა გოგო მე ერთი რამ მაინტერესებს მხოლოდ მოდი მეც პოეტურად წავიკითხო აი როგორც ამ გოგომ დაწერა აი იმიტომ რომ პირველი წინადადების მე რო 3 წერტილია დაასმული აი ხო წარმოგიდგენიათ უჭოლი ამას ლექსებს წერს ვიღაცა ერთი ტიპი და იმაზეა შეყვარებული მე ერთი რამ მაინტერესებს მხოლოდ როცა დედის ოპერაციის ფულებს აგროვებდნენ ამ ამბიდან მალევე მალდივებზე წავიდნენ სამოგზაუროდ თუ კაპიკებს ვითვლი 1 და 2 თვეში მალდივზე დასასვენებელი ფული საიდან უნდა გამიჩნდეს და თან სევდიანი და ცრემლნარევი სმაილიკი მალდივებზე დასვენება რა გონიათ სასტავ ანუ მალდივები არის ერთი რა ვიცი 100 კუნძულია სადაც არსებობს ანუ ძვირიანი კუნძულებიც და იაფიანი კუნძულებიც სულ ერთი $500 ღერს მალდივებზე წასვლა ასე რომ ის ნუ გონიათ ზოგადად მალდივებზე დასვენება რომ რაღაც სასწაულები ვგულაობ და ასე შემდეგ მაგრამ ხო ნუ მართალია ეხლა თუ დედის ოპერაციის ფულს აგროვებ მალდივებზე $500-იც არ უნდა დახარჯო მაგრამ ზოგადად მალდივები არ არის ეგეთი ძვირი შემდეგი აი ეს ტიპი ეს ვაფშე რა შუაშია რა ვიცი თიმ მაჭავარიანს მაგათზე მეტი გამომწერი ყავს და გავლენა მაგრამ არასდროს მაგ გოგოს არაფერზე არ უმათხოვრია მიუხედავად იმისა რომ ბინა კრედიტით იყიდა და ეხლა ხანს გაყიდა რადგან ყოველთვიური შესატანი ძალიან ბევრი იყო ანუ ამასაც უნდა იმას ჩართო და ეხლა ვიღაც თავისიანს დააწერინა რომ სტოპ ჩემზე დაწერო აი თიმ მაჭავარიანს ჩემზე მეტი გავლენა ხო არ უბერავთ თქვენ ხალხო ანუ რა შუაშია თიმ მაჭავარიანი აი ეგ რა შუაშია
ლოგიკური ჯაჭვი ხო უნდა კეთდებოდეს და ამას კიდე ხალხი ალაიქებს, რომ კი, აი თიმა ჭავარიანი კარგია. აუ გავა მეგობრებო 1-2 წელი თიმა ჭავარიანზეც იგივეს დაწერთ, რაც გიო ჯობავაზე და სალი წვერავაზე წერთ. არ ნერვიულობთ, ყველაზე გაუმჟღავნდება ყველაფერი. ბოლოს მე გავიჩნდები ყველაზე ნორმალური ადამიანი, მაგას აი ეხლა ვიკპირდებით. ყველას რომ ეხა მე გონი ვართ რომ მიშა რა ნაბოზარია აუტისტებზე გადაობს და რამე აი ბოლოს ჩემზე დაიფიცებთ მზეს და მთვარეს ნახავთ. შემდეგი. მოიცა დედის ამბავიც დადგმული იყო, ანუ ის იმხელა თანხა სახელმწიფომ დაფარა და ამათმა ის ფული ჯიბეში ჩაიდეს. ჯიბეში არა, სახლში ჩაიდეს. დიღომში. არ მინდა დავიცვა ჯობავა და დიდად არც მაინტერესებს ეს თემა, მაგრამ რატომ არ ვფიქრდებით იმაზე, რომ იქნებ მართლა მოხდა ეგეთი რაღაცა. გასაგებია ბევრი რამ არ ჟღერს რეალურად, მაგრამ იქ ვინმე იყავით? ჩემო საყვარელო, ალბათ ერთი რა ვიცი, 18, 19, 20 წლის ხარ მაქსიმუმ. აქ ყველას ფეხებზე გვყიდია ეს ამბავი მართლა მოხდა თუ არა, მთავარია მოგვეცა საჭმელი და ადამიანები ვჭამთ ამ საჭმელს რა და გიო ჯობავოს ბოლომდე გადაუვლით, მე გპირდებით. ეს მოხდა თუ არ მოხდა, ყველას უკვე გვყიდია. მთავარია რომ გაიჩნდა კონტენტი და ჩვენ ამ კონტენტს ბოლომდე გამოვწურავთ. გპირდებით. აბა დღეს რატომ მოვედი? დილის 10 საათია. თქვენ გონიათ დილის 10 საათზე მე გაღვიძება მისწორდება და სტუდიაში მოსვლა და აქ ჩაწერა რაღაცების? არა მეგობრებო, უბრალოდ მთელი კონტენტის გამოწურვას ვაპირებ და ჩვენ ამ კონტენტს გამოვწურავთ. აღარავინ გავარკვევთ იმას გიო ჯობავა მართალი იყო თუ რამეს გვატყუებდა. ჩვენ გადავწყვიტეთ საზოგადოებამ, ინფლუენსერების კომიუნიტიმ, რომ გიო ჯობავას უნდა დაუშვათ. და ეს ესე მოხდება, ანუ ყველას უწევს ამ ყველაფრის გადატანა. გავაგრძელოთ, მოკლედ უცებ გადავხედოთ იმ ვიდეოებს, რაც დაიდო და როგორ დაიწყო მოკლედ ეს ყველაფერი? კითხვებს დავსვავ ხა და პასუხი თუ მექნება რა. პირველი კადრები რაც მოხდა იდეაში ხა სტორიში რაღაც კადრები დევს. ეს ვიდეო ნახე. პროსტა ეგრევე რომ რაღაცაში ვარდები და კომპანიებო დაგვეხმარეთ და ასე შემდეგ. აი ჩიკო გაჩერდი, აი ჩიტიც კაი ჩიკო გაჩერდი, თორე მოგცემ ხა პირში და გაგასხმევინებ თუ ისე ეგ კაცია. იმენა აი YouTube-ი რო არ კონდეს ეს კაცი არის ვინც იმ ვაშლატამებს ღებავს რა. აი პროსტა ცხოვრებაში გაუმართლა და აი YouTube-მა წაიღო, თორე იმენა ის კაცია რომელიც ატმებს ღებავს. კაი ჩიკო გაჩერდი, შენი დედის მუტელი მოვთყა, თორე ეხა მოგცემ ტრაქში და გაგასხმევინებ ტვინს. ძარცოს. ეხ ჩემი ძაღლი ძარცოს ჩიტს, საჭმელს ასლს. ხო, არასტორია. ნორმალურად მოეყოლა ადამიანს, რომ რა ხდება, როგორ ხდება. იქ რაღაც კამერა გამოშთა ყველაფერი რა სოფლელია ჩემი კარგი მოვთყა. 15-ად ვაყიდინო ადამიანს ნებისმიერ ტექნიკა, მაგრამ ცრაო. მე შემიძლია რომ 15-ად ვაყიდინო ადამიანს ნებისმიერ ტექნიკა, მაგრამ მოეყოლა რომ აი ეს კაი შუტკა იყო. რა იმას 30-ად კონდა ნაყიდი და მე შემიძლია 15-ად ვაყიდო. აი ხომ უნდა ჩაესვა რაღაც კომპანია, რადგან მე ფასდაკლებები მაქვს ალტაში. ჩემი პრომო კოდი ალტა. ხა და პასუხი თუ მექნება. ასევე მინდა გავიგო ტურისტული კომპანია, მაგალითად რითიც წავიდა და Travelfy თუ ქონდა მე Travelfy ხო ახსენა სალი, მაგრამ ტურისტული კომპანია, უღრმესი მადლობა კომპანია Travelfy-ს. გსურთ რომ ვიღაცამ მიგაძინოთ იქ და მე გაგძარცვონ Travelfy, გამოიყენეთ ეს კომპანია. სამივიდეო ხომ აბსოლუტურად ყოველთვის ჩვენი ვოიაჟერი რომ მივიდიოდი ხოლმე მიკეთებდა სიცოცხლის დაზღვევას და აბსოლუტურად ყველანაირ დაზღვევას რომ იქ რამე რომ მოხსოვ და მართალი 10 ლარად ვიყავი შეფასებული, მაგრამ არა უშავს. აბსოლუტურად ყველაფერს აგვინაზაურებენ. მაგიტო ვიხდი ხოლმე მაგაში იმ დამპალ 10 ლარს. ხო და არ ვიცი თემი მართლა სიცოცხლის დაზღვევაზე მიდის ბაზარი, რომ ვიღაცამ რომ მოკლას, რომ შემოოჯახვა იცხოვროს, უზრუნველყოფილა. რავი 10 ლარი მაგის დედაც მოვთყა. თუ ეში ერთხელ 10 ლარი ძმა, მეტი შანსი არა. რამდენად გიღებთ თქვენი ოჯახი? 10 ლარი. თქვენი ტექნიკა
იმათლარში შედის ტექნიკა და ყველაფერი. აუ, ბიჭო, არა, სასწაულია. ემინა ვერ გჭირდები რა, უნდა ვილაპარაკო. აუ, გიუშ დაწყნარდი ძმის გული. თქვენ ნახევარია დავიწყე YouTube-ი. მერე ძმის პირველ ასორტი. ვიდეოშიც ნახეთ ხო, რა იყო ჩემი ნიშა, რომ კი, ძმაო. ემოცია და მეთქი არ დანებდე და იქ დედაეტირა იმ სახმანქანას და დავრჩი სადღაც და რავი, ანუ ბოლო-ბოლო მაინც გამოვიდა რაღაც თავგადასავალი და ისტორია შევქმნით მე და ჩემმა ცოლმა. მერე სვანეთის ვიდეო იყო, იქაც мотиваციას გაძლევდით რომ მეთქი ეს რაღაცა. შენი თუ არსებობს, შემერთებით და ძმა, სიცოცხლე და რაღაცა სიცოცხლე. ანუ მოხდები რა რას რომ იასნე, რა თქმა უნდა ხვდები ძმის ერთგულება. სიცოცხლეს გაუმარჯოს, მეგობრებო. მე მინდა ამ ყველაფრით სიცოცხლეს გაუმარჯოს, რომელიც გიოჯობავომ გვაჩუქა. Full energy. გიოჯობავას ნაირად საჩუქრებს ვერ გეკეთებთ, მაგრამ მოგხოდავთ 1-20 წუთი გიჟებივით იქნებით. და ეხლაც მაგის გასაკეთებლად და ეხლა ვიდგავ ფეხს YouTube-ზე, ყველაფერს შევეშვი, ვაბანკზე წავედი, ანუ შემოსავალზე უარი ვთქვი. საერთოდ ფულის შემოსავალზე მეც უარი ვთქვი და ერთ წელია მშიერი ვარ და ხან ძმაკაცები მყიდულობენ პერაშკებს და ხან შეყვარებული და რა ვქნა მე. ნული შემოსავალი მქონდა და პირდაპირ გავრისკრა მეთქი YouTube-ს გავაკეთებ, რომ გული მაგას კარნახავდა, რომ შენ შეგიძლია რომ ადამიანებს რაღაცა мотиваცია მისცე, იმიტომ რომ მაგას გძრავ. აუ, შემოსავალზე უარი ვთქვი, რადგან ადამიანებისთვის мотиваცია მიმეცა. გიორგი, ჩემო საყვარელო ადამიანო, რა ვიცი, ჩემო განერვიულებულო ადამიანო, ჩემო განერვიულებულო ადამიანო. უყურე ადამიანს შემოსავალი მაინც სჭირდება და შემოსავალზე მაინც ნუიტყვი ხოლმე უარს, იმიტომ რომ რა ვიცი, мотиваციას, კაი, ვიღაცას აძლევ, მაგრამ საჭმელი ხო გჭირდება, რითი ჭამ. აი მაგის გასაკეთებლად ვარ აქაც. ანუ ჩვენთვის мотиваციის მოსაცემად არის ადამიანი ჩასული ეკვადორში, ხო? აბა ჩემი ოცნება იყო, ანუ ამისი ოცნება რა იყო ვერ გავიგე, რომ ჩვენთვის мотиваცია მოეცა. გიორგი იქნებ თბილისიდანაც გვაძლევ мотиваციას, ან იქნებ ლაგოდეხიდან გვაძლევ мотиваციას. რატომ მიდიხარ ეკვადორში? მოდი ჯერ ვკითხე ადამიანებს. ძმებო და დებო, საიდან გაძლევთ мотивაციას? ანუ რა ვიცი, ზვიად გამსახურდია რუსთაველიდან აძლევ და ხალხს мотивაცია. ჯერ დაუფიქრდეთ ხოლმე, გავარკვიოთ. ხალხო, საიდან გჭირდებათ мотивაცია? იქნებ სახლიდან მოგცეთ мотивაცია, რა ვიცი, დიღომიდან. იმ დიღომიდან რომელიც სახლიც ააშენე იმ ფულით, რომ დედაჩემს ოპერაცია ჭირდება, იქნებ მაგ სახლიდანაც გვაძლევ мотивაციას. ასე რომ, მოდი ნუ წახვალ ხოლმე ეკვადორში და მე ჩვენ ნუ დაგვამადლი, რომ თქვენ გამოკეთდება ეს ყველაფერი, ეს ყველაფერი თქვენ ჩემი გამოვა. კოლეგებისგან, აი არ ვიცი რა. და ეხლა მთელი გულით მინდა მოგმართოთ ჩემს მაყურებელს. გუშინ ხარ დაბადებული? ჩემი კოლეგებისგან სხვა რამეს ველოდი, აი რას ველოდი სხვას? ყველა ვაკეთებთ ამ ყველაფერს რეიტინგის გამო და ჩვენი საკუთარი თავის და ჩვენი ოჯახის საკეთილდღეოდ. რაც არ უნდა ხალხი უწერდეს ხალხს, რომ შენზე მართალი კაცი არ არსებობს, ძმა. მიშა ძალიან მაგარი კაცი ხარ, მიშა ესეც სიმართლე. კი, სიმართლეს ვბაზრობ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამ სიმართლით Rolls Royce ვიყიდი. მერე? და ვინმე უნდა დავამადლო, რომ მე ამ ყველაფერს თქვენ გამოვაკეთებდი და Rolls Royce არ მყავს. და გთხოვ ყველას მივწერე YouTube-ზე სანამ შემოვიდოდი. მინდოდა ვარ ახალი ვიყავი, ახალი გამოჩეკილი, იმიტომ რომ ხალხი უკვე წლებია YouTube-ზე და მეთქი ვიმეგობროთ, ანუ ყველასთან მინდა კარგი ურთიერთობა, არ მინდა ეს რაღაცა დრამები და ეს რაღაცა სკანდალები. აუ, აი გოგო რო ვიყო, აი რავი, მენა კახეთში რო აგვისტოში ამინდია, ეგეთი სიმშრალე მექნებოდა ფუსიზე, ანუ ტიპი ზრდასრული კაცი, იწყებ რაღაც ახალს, გადაწყვეტა რომ YouTube-ზე შეხვიდე და სხვა ზრდასრულ კაცებს წერ რომ მოდი ვიმეგობროთო, იმიტომ რომ მე ახალი ვარო. და ამას ყვება ემოციურად, რომ მე ხო მოგწერეთ რომ ვიმეგობროთქო რა, რატო არ მემეგობრებით? სკანდალები და სირობები, ანუ არა. ყველაფერი მოგვარდება. დრამები მე მინდა. და უბრალოდ რაღაც ესეთი მოხდა, მათგან ნახე სტორიში ის რამაც გამაგიჟა და გამანერვდა, რომ მთელი ბავშვური გულით ამის ოცნების ახლა ჩამოვიდა ეგ სტორიები ნახე გავწევდი და პასუხი აუცილებლად უნდა გამეცა. ამიტომ იყო ეს უბრალოდ პასუხი. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიღაცებს რაღაცა, ანუ აი და მივწეროთ მესეჯები, დაიკიდეთ. ყველაფერი მოგვარდება. არა, ჩემი დედა შევეცი. ღმერთმა დაგვიფაროს, გიო, ღმერთმა დაგვიფაროს, ვაუ, არც უნდა ახსენო ეგეთი რამე. იასნია, ძმებო, ყველა როცა YouTube-ზე შემოვდივართ,
სხვა შორის საეჭო კაცს 10%-ს ურიცხავთ ჩვენ რა. ყველა ვინც გამოვიმუშავებთ რამეს და როცა ვიწყებთ რამე ახალ საეჭო კაცს წერთ რომ მოდი ვიმეგობროთ რა და რა ვიცი მისი დალოცვა არის საჭირო როგორც მამა ნიკოლოზის და ანუ YouTube-ს ვიწყებთ, მივდივართ სადარბაზოში ვდგებით მამა ნიკოლოსთან, შემდეგ საეჭო კაცს წერთ რომ აი ვიწყებ ახლა რა YouTube-ს და მოდი ვიმეგობროთ. ვაი ღმერთო მიშველე. მოკლედ მეგობრებო, ანუ გაგრძელებას ვერ ვშვები, იმიტომ რომ ეს სტუდია კიდე დაკავებულია ეხა უცებ და რაც შევძელი, მოკლედ 1 საათში ის ჩავტიე და შემდეგი ვიდეოები მექნება აბსოლუტურად თავისუფალი, ამ შევძლებ რომ სულ 1 4 და 5 საათი ვისაუბრო, იმიტომ რომ გადავდივარ ჩემთან, იქ მოვაწყობ სტუდიას წესიერად და იქიდან ჩაგიწერთ ხოლმე ყველაფერს. ამ ყველაფრისთვის მაყუთები ჩამერიცხეთ ამ პირად ნომერზე, რომელიც გამოჩნდება. გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ ვიდეო. უღრმესი მადლობა ჩემ პირველ სპონსორს Full Energy-ს, ასე რომ შეიძინეთ Full Energy თუ გინდათ რომ მაყუთები გადამიხადონ და წავიდე სადმე, ან სომხეთში, ან აზერბაიჯანში, იმიტომ რომ თლად იმდენსაც არ მიხდიან, რომ ეხლა სადღაც ევროპებში და ეკვადორში წავიდე. ეკვადორ